ვაუ. პირველ რიგში მინდა ვთქვა. აქ ყოფნა საღამოს 9:30-ზე 3 დღის შემდეგ და დარბაზი ისევ სავსეა, ეს ამ კონფერენციის საოცარი დონის დასტურია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ორგანიზება მოახერხა. უნდა ვაღიარო, რომ თავად ვთხოვე ამ პანელის მოდერაცია, რადგან სწორედ ეს იყო ის, რაც გვაძლევდა ძალას. და მინდა ცოტა სერიოზულად ერთი წუთით ტალმუდის ერთი ამბავი გავიხსენო. ზოგიერთ თქვენგანს ეს უკვე სმენია. როდესაც ხალხმრავალ ბაზარში იდგა, რაბი ბარუხა ხოზადან ელიას კითხა, იყო თუ არა ვინმე ამ ბრბოში 4-ისთვის შამაიმისთვის განწირული. ელიამ თავდაპირველად უარყო, თუმცა როცა ორი ძმა გვერდით ჩაიარა, ელია მათზე მიუთითა და თქვა, რომ მათ სამუდამო ცხოვრებაში ადგილი გარანტირებული ჰქონდათ. რაბი ბარუხა ძმებთან მივიდა და კითხა, რას საქმიანობთ? მათ უპასუხეს, ჩვენ ჯამბაზები ვართ. როცა სევდიან ადამიანებს ვხედავთ, ვამხიარულებთ მათ. და როცა ორ ადამიანს ვხედავთ, რომლებიც ჩხუბობენ, ჩვენს იუმორს ვიყენებთ, რომ შევარიგოთ ისინი. ეხლა 7 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ყველანი ძალიან სევდიანები ვართ. მთელი ქვეყანა სევდიანია. ჩვენ ვერ ვიჯერებდით, რაც მოხდა და რომ ჩვენ სუვერენულ ქვეყანაში ვართ და ეს მაინც მოხდა. და მაინც სწორედ იოხაი და ამი და მათნაირი ადამიანები დაგვეხმარნენ ამ ყველაფრის გადალახვაში. მოდით, თაში დავუკრათ მათ. ჩვენ 64-ში მივდივართ. ჩვენ 64-ში მივდივართ, პატარო. არა ეხლა. არა ეხლა. ჯერ არა. ეხლა. სხვათა შორის რამდენიმე ცარიელი ადგილი, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე ცარიელი ადგილი ადგილია, უბრალოდ მინდა ვიცოდე, აქედან სავსეთ ჩანს. რატომ? როცა დგებით, ცარიელი ადგილები ჩანს. ასევე ამ ადამიანმა არ ტაშის დაკვრა. რატომ ბატონო? ტაში დაუკარით. თუ ნახავთ როგორ ყველა. გადასცნენ ძილის დროს. ზოგიერთი მათგანი. აქ ზოგი ადამიანი 80 წლისაა, ასე რომ მოდი ეს ნორმალურია. მოусმინოთ, მათ 3 დღის კონფერენცია გაიარეს. მოდი მადლიერები ვიყოთ. ხო, კარგი, მოდი ამით დავიწყოთ. ამი, იცი, ებრაელ ხალხს ესეთი საშინელი ტრაგედიები ჰქონდათ. როგორ ხდება, რომ მაინც ვიცინით? ხო, ასე ვახერხებთ ყველაფრის გადალახვას, არა? თუ კარგი. და თუ შეგიძლია მასზე იცინო, შეგიძლია ყველაფერი გადალახო. მიზეზი, რატომაც ასე კარგად გამოგდის კომედია, ისაა, რომ სამწუხაროდ ტრაგედიაშიც კარგად ვართ. მაგრამ ყოველ სიბნელეს თავისი სინათლე მოხვება და ჩვენი ექსპერტი, ჩვენი საიდუმლო იარაღი სწორედ სინათლის პოვნაა. ჩვენ ვართ ორლა გოიმი, სინათლე ერებს შორის. ხოლმე ეს სინათლე ხუმრობაა. რა თქმა უნდა. და კონდეს უკეთესი პასუხი. მე ეს არ კითხე, მაგრამ გააგრძელე. იმიტომ რომ იცი, ხალხი ელოდება სწორ მომენტს რომ იცინოს, როცა ეს პრივილეგია აქვს და ებრაელებს ეს მომენტი არასდროს ჰქონიათ. ამიტომ ზოგჯერ უნდა ვიცინოთ. სისასტიკეებზე სიცილს ვეჩვევით. სწორედ აქედან მოდის მათი შავი იუმორი. უკეთესი იყო. თელეპატივისცემით, კი, ასე იყო. ბიჭებო, შეიძლება ინგლისური ვერ გაიგეთ, მაგრამ ეს ინგლისური იყო. მინდა. შეგვიძლია ერთი წუთით ინგლისურზე ვისაუბროთ? დიახ. კარგი. ეხლა თქვენ აკეთებთ კომედიას ენაზე, რომელიც თქვენი არ არის. რომელსაც მე არ ვფლობ. ზუსტად. ენაზე, რომელსაც არ ვფლობ. ყოველთვის ვეუბნები ხალხს, იცით, ებრაულად ისეთი სასაცილო არ ვარ, ინგლისურად უფრო სასაცილო ვარ. ძალიან სასაცილო გახდი ენაზე, რომელიც შენი მშობლიური არ არის. ინგლისურად უფრო სასაცილო ხარ ვიდრე ებრაულად. მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ არ უსმენ. საქმე ისაა, რომ მივხვდი ჩემს ხალხს მთელ მსოფლიოში ვჭირდები. ამიტომ შოუს ინგლისურად თარგმნა მჭირდება, რომ ყველა ებრაელს შევძლო წარუდგინო, არა მხოლოდ ებრაულენოვან აუდიტორიას. და ასევე როცა დავიწყე, $3 3.2 იყო. და უბრალოდ ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ჩემი ოცნება იყო $-ების გაკეთება. როცა $-ების კეთება დავიწყე, $-მა თავი მოიკლა. ვიფიქრე აი ამიტომ. იცით, რაც თქვენოში საინტერესოა ისაა, რომ ორივე ძალიან სასაცილო და ძალიან წარმატებული კომიკოსები ხართ, მაგრამ სინამდვილეში სრულიად განსხვავებული ხედვები გაქვთ. შენ იმ პოზიციიდან მოდიხარ, რომ მოდი ვიხალისოთ მათზე, ვინც გვიძულებს. და შენ იმ პოზიციიდან მოდიხარ, რომ მოდი ცოტა მეტად შევიყვაროთ საკუთარი თავი. მომიყევი ცოტა ამაზე, ანუ შენი იმიტაციები შესანიშნავია. ჩვენ, ანუ ყველა მათ შორის ტრამპიც, მგონი გაგიზიარეს Twitter-ზე. მოგვიყევი ცოტა იმაზე, რა გიბიძგებს მაგალითად, ერთი წამით ტაკერ კარლსონი იყო.
შეგიძლია იყო. ეს არის JNS-ის კონფერენციის თემა. ტელეფონები ირეკება აუდიტორიაში. უნდა ვასწავლოთ, სად არის გამოთვის ღილაკი. ვერ ვიტან რომ ნახოს. ეს ტაკერი რეკავდა ვიღაცა მოსადიდან. რატომ ლაპარაკობენ ჩემზე სცენაზე? ვიცი რა გინდათ ხალხო, ვიცი რა გინდათ. კითხვა იყო, როგორ რა მაძლევს შთაგონებას თაკერ კარლსონში? დიახ და კენდას უენსი და ყველა სხვა. კომედია თითქოს თავისით იწერება, მაგრამ რასაც ვიტყვი ისაა, რომ კომედია ძალიან ეფექტური იარაღია ადამიანის არსის გამოსავლენად. ავიღოთ ეს დაუჯერებელია, ორჯერ. მოიცადე ერთი წუთით. ეს გამორთვის ღილაკია, iPhone-ის გვერდითაა, უბრალოდ დააწექი. ეგაა. აი ეგა. იოხაი. ჩვენ JNS ენერგიით ვავსებთ, მართალი ვარ. ეს შენთვისაა. სხვათა შორის. დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ. მართლა მადლობელი ვარ ამისთვის. არ გჭირდება მორცვა, პლასტმასისა. კომედია შეუძლია გააჩუმოს როგორც ჰეიდერები, ისე მობილური ტელეფონები. მაგრამ დაუბრუნდეთ კითხვას. კომედიას. გარკვეულწილად სიცილი შეთანხმების ფორმაა. ხო, შეგიძლია მთელი დღე ეუგნო ხალხს რაღაცები, მაგრამ თუ აჩვენებ რამეს და ისინი იცინიან, მაშინ ისინი რაღაცაზე არაპირდაპირ გეთანხმებიან. ხანდახან ეს უბრალოდ სასაცილო დაკვირვებაა, რომელსაც ყველა ვგრძნობთ, ყველა უკავშირდებით და ის ადამიანის არსს აჩვენებს. თუ ადამიანი ღირსეულია, შენ ამაზე აზვიადებ, იმიტაციით, კომედიური ნომრით ან ვიდეოთი და ეს აჩვენებს მათ ღირსებას, სისულელეს ან ექსცენტრულობას. თუ ადამიანი ბოროტია, манипуляტორია, ბოროტმოქმედია, მაშინ ამ ტაქტიკის მათზე გამოყენებად რაღაცას აჩვენებს. ყველასთვის რაღაცას ავლენს. მათ მხარდამჭერებისთვისაც კი. ბევრი ადამიანი მწერს, რომ იცოდე მე სინამდვილეში ტაკერის ფანი ვარ. მიყვარს კანდასი, მაგრამ ეს ძალიან სასაცილოა. და ეს მანიშნებს, რომ არსებობს ეფექტური გზა, ამ ყველაფრის გამოყენებით გამოვავლინოთ ნამდვილი ბუნება. და ტაქტიკა იმისა, რაც ჩვენს წინ ხდება ამ ადამიანებთან დაკავშირებით. და ამ ყველაფრის აბსურდულობა. აბსურდია, სრულიად აბსურდია. მართლა ვაფასებ ამას და ეს შენთვისაა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. აკეთებთ. თქვენ ძალიან გულუხვები ხართ. ინგლისურად ვლაპარაკობ. იოჰაი, მართლა, რა თქვი? ლაპარაკო. იოჰაი, შენ მოიცავ მთელი ისრაელი მამაკაცის არსს. შენ სეფარდი ხარ, აშკენაზი ხარ, ეს ხარ, ის ხარ და მთელი მსოფლიო გივლია. ძირითადად როცა ხალხს უხურებ, იცი ვერავინ ვინ მიხვდება რომ ებრაელი ხარ. რა თქმა უნდა, სიმბოლოები არ ჩანს. ეს ფრანგული დახლიდანაა, ეს ყველაზე პატარაა, რაც გვაქვს. ასე რომ მომწონს ხო ბოდიში. როცა მოგზაურობ, მრავალფეროვანი აუდიტორია ყავს. რა იყო ყველაზე რთული სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდი, როცა კომედიას მსოფლიოს გარშემო აკეთებდი? არ ვიცი რთულზე რა გითხრა, მაგრამ ბერლინში ძალიან განსაკუთრებული მომენტი მქონდა. ხო. მქონდა დაცვა იქ, რადგან მოკლით მემუქრებიან. ვაუ. ხო, არა, იმიტომ რასაც ვამბობ, ან იქნებ, იმიტომ რომ ხალხს იცნობ. ასე რომ შოუს დაწყებამდე დაცვა მყავდა. მან საჭმელი ოთახში მომიტანა. და მან შეამოწმა რომ არ იყო მოწამლული. ხო, ასე რომ, ჯერ თვითონ გასინჯა. ესეთი რაღაცები, მაგალითად, ღმერთო ჩემო. ისეთი რაღაცები, რაც მომწონს, ისტორიები, რომლებიც არ ვიცოდი, რომ ანტისემიტიზმი ასე შორს შეიძლება წავიდეს. ისტორიები, რომლებსაც ბაბუა ჩემი გვიყვებოდა ებრაელების სიძულვილზე წარსულში, ძალიან სამწუხარო იყო. სამწუხაროა, რომ მინდა გავართო ხალხი და ამის გამო დაცვა მჭირდება. უბრალოდ წარმოიდგინე, ვიღაცა ცდილობს მოკლას და შენ უბრალოდ გინდა ხალხი გააცინო. ზუსტად. ხო. ეს უბრალოდ სამწუხაროა, მაგრამ შოუს შემდეგ კარგი შოუ იყო. საკუთარ თავზე ვიტყვი. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ობიექტურად რო ვთქვა, მართლა კარგი იყო. ხალხი იცინოდა, კარგი დრო იყო, მაგრამ შოუს შემდეგ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, მე და დაცვამ და ის კარგი ბიჭია. მან მითხრა, მინდა საიდუმლო გითხრა, სინამდვილეში პალესტინელი ვარ. ვაუ. და მე ვუთხარი, დიდი მადლობა, რომ შოუს ბოლომდე დაელოდე ამის სათქმელად. მაგრამ ეს მშვიდობის ნიშანია. ეს კარგია. ხო. კარგი შეგრძნებაა იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ. შეგვიძლია თანაც ცხოვრობდეთ. ეს მაინც ის ისტორიაა, რომელიც შეგიძლია თავად მოიფიქრო. იცი რომ პალესტინელი ბიჭი, ისრაელელი ბიჭის, ებრაელის დაცვა ბერლინში ანტისემიტი ნაცისტებისგან, იცი? და ამ დროს მთელი ეს პერიოდი შენ პალესტინელი ხარ. ეს საოცარი. ჩავეხუტე, სელფი გადავიღეთ და მე ძალიან კარგი შეგრძნება მქონდა, რომ მომავალი შეიძლება უფრო ნათელი იყოს. აბსოლუტურად. მაინც წავედი საავადმყოფოში, რომ კუჭი გამერეცხა. ყოველი შემთხვევისთვის, რომ თავი დამეზღვია, ხო გესმის? მაგრამ, იცი, მე მჯერა ამის. შეიძლება გჯეროდეს, მაგრამ მინდა, მაინც მინდა ვიცოცხლო.
მაგრამ არსებობს მომავალი. არსებობს მომავალი, სანამ ახლოს საავადმყოფოა, არსებობს მომავალი, ახლა. მინდა რაღაც მოულოდნელი გითხრა და ვნახო, რა სიტყვის აუდიტორია. ორივეს გიცნობთ იმით, რომ იმიტაციებს აკეთებთ და მინდა კითხოთ, შემიძლია თუ არა უბრალოდ მოგთხოვოთ ეს მოუმზადებლად. შეგვიძლია თუ არა რაღაც ცოტა განსხვავებული გავაკეთოთ. თერაპიის სესია დონალდ ტრამპსა და ბიბი ნეთანიაჰუს შორის. ვის აინტერესებს ეს? ვის უნდა ამის ნახვა? ეს არის, არ ვიცი. ხო, არასდროს კი ფიქრია, რომ მე ვიქნები შენ საყვარელო. მე გავაკეთე. საყვარელო. შენ უნდა გააკეთო ბიბი. და რა? ყველამ ვიცით, რომ ტრამპის იმიტაციაც შეუძლია. ყველამ ვიცით ეს. ჩართეთ YMCA-ის მუსიკა გთხოვთ. კარგი, წავედით. უნდა დავჯდეთ უფრო ახლოს, მე გჭირდება მაგალითად წვილი, რომელიც წყვილების თერაპია. წყვილების თერაპია. კარგი. ეხლა არა ძვირფასო, საერთოდ არა. კარგი, მადლობა. მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. მადლობა რომ მოხვედით. ჩვენ რთული კვირა გქონდა. მართლა რთული კვირა გქონდა და გვინდა. ვიფიქრე თერაპია დემოკრატებისთვის იყო ბოდიში. ვოქი, ლიფტარდები, ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ უთხარი, შეგვიძლია თუ გინდა, მგონი გავაკეთებთ. რთული კვირა იყო და ამერიკა-ისრაელის პარტნიორობის მომავალი ახლა სწორედ ამ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ძალიან მადლობელი ვარ, რომ ორივემ გადაწყვიტეთ აქ მოსვლა. ეს პირველი ნაბიჯია. და რომ გადაწყვიტეთ თქვენი განსხვავებული აზრები, ღიად გამოგეთქვათ. მოდით ვიპოვოთ გზა, რომ ვცადოთ და აღვადგინოთ ეს ოდესღაც ლამაზი ურთიერთობა. ბატონო პრეზიდენტო ტრამპი, თუ შეიძლება დაგიძახოთ დონალდ, როგორ გრძნობთ თავს ამ მომენტში? იცით, ბედნიერი არ ვარ. ბედნიერი არ ვარ. იცით, თავიდან ბიბსთან ერთად ძალიან მებიანად დავიწყეთ. ვიცი. ძალიან მებიანად და მძაფრად იყო ყველაფერი, საოცარი იყო, შესანიშნავი იყო, ხელს უჭერდით ერთმანეთს. მის ხელს წინ და უკან ვაქანებდი. ეს მშვენიერი რამ იყო, ეს მშვენიერი რამ იყო. თავიდან ერთად დიდ საქმეებს ვაკეთებდით. როგორც ბევრი ურთიერთობა, ეს უფრო გატაცება იყო. იცით, ის კარგად გამოიყურებოდა და მეც კარგად გამოვიყურებოდი. ყველაფერი ვნებიანი იყო. ამ ხელებით გპირდებით, პრობლემა არ არსებობს. ფულისთვის მუშაობდით, დიდ საქმეებს ვაკეთებდით. საელჩო გადავიტანე. ის ბიბი მთელი ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში მეუბნებოდა, მინდა გადავიდე, მინდა გადავიდე, მინდა გადავიდე. მე ვეუბნებოდი, კარგი ძვირფასო, მოისმინე, გადავიდეთ, გპირდები და გავაკეთე კიდეც. საელჩო იერუსალიმში გადავიტანე. მე კიდევ ერთი საშენებას ვაპირებდი კოტელთან. ბევრი გეგმა მქონდა. ჯერი მყავს, ჩემი ქალიშვილი შენთვის ებრაელად ვაქციე. ეს გავაკეთე. და დონალდ, როდის იგრძენი, რომ რაღაცები შეიცვალა? იცი რა, ამ კოალიციაში კიდევ ბევრი შვილი მყავს, ხო ვასეა? ვცდილობ ყველა დავაკმაყოფილო. ბიბს სულ ვეუბნები, რომ ნახე, ესენი პატარა ბავშვები არიან. ისინი გაღვიძებულები არიან, ხომ ასეა? გიჟები არიან, ოდნავ ჩამორჩენილები. განსაკუთრებული საჭიროებების კოალიცია და ჩვენ უნდა ვისაუბროთ 14-ზე. ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მგონია რომ ბევრი რამ გავიღე. და მგონია რომ ცოტას ველოდები, რასაც თქვენ ქვიათ ჰაკარად ჰატოვი. მგონია რომ ჩვენ გჭირდება ცოტა ჰაკარად ჰატოვი. ამ ქვეყანას ბევრად მეტი გაუკეთე, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა. უბრალოდ მინდა რომ პატივი მცენ და მინდა რომ სენდვიჩი გამიკეთო. პრემიერ-მინისტრო ნეთანიაჰუ, შემიძლია ბიბი დაგიძახოთ. გრძნობთ, რომ საკმარისად არ დაგაფასეს. რას გრძნობთ ეხლა, როცა დონალდს უსმენთ, როგორ საუბრობს თქვენთან დაკავშირებულ პრობლემებზე? პირველ რიგში მინდა მიულოცო ეს სტენდაპი აქ მყოფ ყველა ადამიანს. ეს ჯენტლმენი აქ, მიუხედავად ყველა კონფლიქტისა, რაც ჩვენ შორის არსებობს, მაინც ისრაელის საუკეთესო მეგობარია ყოველთვის. მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ სამჯერ სცადეს მისი მოკლა და მაინც ვერ მოკლეს. ის ვერ მოკლეს, რადგან ის რჩეულ ხალხთან მუშაობს. სამჯერ ესროლეს მას, რომელსაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი თავი აქვს. არა მარტო დიდი, ვარდისფერი და ყვითელი იყო, დიდი. ეს არის მუშტის ბანანის დიდი თავი. და მათ ააცილეს მის თავს. რადგან ღმერთი ჩვენთან ერთად მუშაობს, მას უნდა იცოდეს. მას ღმერთმა ის ისრაელის გამო გადაარჩინა, ასე ფიქრობთ პრემიერ-მინისტრო? თუ გაქვთ სხვა ახსნა, როგორ ესროლეს კენედის მოძრავ მანქანაში? ამ ადამიანს ესეთი დიდი თავით მხოლოდ ერთხელ გაუხრტეს ყური.
მე დიდი თავი მაქვს, რადგან დიდი ტვინი მაქვს. ამიტომ მაქვს დიდი ტვინი. მე საუკეთესო ტვინი მაქვს. ძალიან სტაბილური გენიოსი ვარ. და ვფიქრობ, ღმერთი ებრაელებისთვის მუშაობს, მაგრამ ჩემთვისაც მუშაობს. ღმერთს ვესაუბრე. ამაზე ვისაუბრეთ. მართალია. და ამაზე ვისაუბრეთ. და ბიბი გძნობ ახლა რომ ცოტა მტრულად გექცევა. აბსოლუტურად. და გეუბნები, ერთადერთი რასაც ნამდვილად ვაფასებ, ისაა, თუ შეწყვეთ ჩემს გიჟად მოხსენიებას. ვერც კი წარმოვიდგენ, რამდენად შეურაცხყოფელია, როცა ისეთი ადამიანი, როგორიც ისა, გიჟს გეძახის. ეს გჭკენს? კი. შეშლილებს რო ვეძახი, ეგ კომპლიმენტია ძვირფასო. მე მიყვარს შეშლილები. მიყვარს ფსიქოპათები. მართლა? შეშლილები, თორე ძალიან მოსაწყენი იქნებოდი. არაფერია მოსაწყენზე უარესი. ეს კომპლიმენტად თქვი ძვირფასო. რას ამბობ? იქნებ პრობლემა აქ კულტურული კომუნიკაციის სხვაობაა. დიახ, მისი საუბრის მანერა მართლა ძალიან პირდაპირია. ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და მე ვამბობ იმას, რასაც არ ვფიქრობ. ხო, იქნება ესაა პრობლემა. უნდა დავიწყოთ გულწრფელად საუბარი და ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ. იცი, მე ვთვრები და ღამით Twitter-ს ვწერ. მეორე დღეს სხვა რამეს ვწერ. შეგიძლია ეგალია ეგ გააკეთო, რატო არ აკეთებ? გამოიყენე მეტი დიდი 100. ეს მშვენიერი რამეა. გესმის? მე ვფიქრობ, ირანთან უნდა შევთანხმდეთ და შეიძლება ირანი გავანადგურო. დილით ვნახავ, როგორ ვიგრძნობ თავს. თუ მშიერი ვიქნები, გავაკეთებ. გესმის? ირანი ჩემი პროექტი იყო მრავალი წლის განმავლობაში. ირანი მე ვსაუბრობ ამაზე. მან მთელი დამსახურება თავის თავზე აიღო და მე მივეციეს. მე გაუხსენი გზა რო დაებომბა. არა, ჩვენ შენ ამბობ. ამერიკის გარეში, ისრაელის გარეში. იცი, მოსადმა აფეთქა პენისები მსოფლიოს მეორე მხარეს. ისინი პეიჯერებზე ლაპარაკობენ, ხო ასეა? შენ პეიჯერებზე ლაპარაკობ? ასევე ხო? იცოდე, ებრაელები დიდი ხანია წინადაცვეთას აკეთებენ. შენ ამაში გამოცდილება გქონდა, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. ასე ვამბობ ჩვენ. გამარჯობა. ეს ჩემი შვილიშვილებისთვის გავაკეთე. ეს მშვენიერი სიმხა იყო. პეიგელები და ლოქსი ქონდა. დაუჯერებელია. მოისმინე. შემდეგ ჯერზე თუ შენობას ააფეთქებ, მომეცი საშუალება ტრამპ ტაუერი თავიდან ავაშენო. შეიძლება ასე მოვიქცეთ? შეგვიძლია ესე მოვიქცეთ. შეგვიძლია, იცი რა. მგონი ეხლა ვრიგდებით. რომანსი ბრუნდება, ქალბატონებო და ბატონებო. წავედით. ამ ისრაელ ხაი ამერიკა დიდებული უნდა გავხადოთ. გავაკეთოთ ეს. წავედით. კარგი. 1 2 ამ ხელებით პირდები, პრობლემა არ იქნება. 3 2 1. პატარავ, ის ვარსკვლავია. ხიალ, არა უშავს. შეიძლება უნდა დაგენებებინა რომ გაემარჯვა. იქნებ უნდა დავფიქრდეთ, ხო? ეხლა ბედნიერი არ ვარ. მან უბრალოდ დამამარცხა მკლავჭიდში. დაფინანსება აღარ იქნება. დაივიწყე. უბრალოდ ერთი ბოლო რამ. კი, ამაზე ვილაპარაკებთ, სანამ ამ კარგ-ხალხს გავუშვებთ. დიახ ბატონო. ის ცოლს ესაუბრება. დიახ ბატონო. დიახ. მილანი ასე არასდროს მირეკავს. დიახ. დიახ ბატონო. ერთი წამით. კიდევ 5 წელი. დიახ ბატონო. დიახ. კიდევ 2. დიახ. კარგი. აბა იცი რა, როგორ ახერხებ ასე დიდ ხანს ხელისუფლებაში დარჩენას? მესამე ვადა მჭირდება. შეგიძლია ამაში დამეხმარო. უბრალოდ უნდა თქვა, რომ შენ ხარ ერთადერთი დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში. კარგი. და შემდეგ 20 წელიწადს. შეერთებული შტატები ერთადერთი დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში. კიდევ 4 წელი. მივხვდი. სანამ დავიშლებით და ამ კარგ ხალხს მივცემთ საშუალებას რომ წავიდნენ და რამე ჭამონ, ისინი უკვე 11 საათია მშიერნი არიან. ნუ შეაფერხებთ ებრაელებს და დალიეთ ერთი კარგი ჭიქაღვინო, რომ იცით მოდუნდეთ. მინდა თერაპია პოზიტივით დავასრულოთ. თითო რამე თქვით ერთმანეთზე, რაც გიყვართ. მოდით პოზიტიურად დავასრულოთ. იცი, მიყვარს ის, რომ ბიბის უყვარ ვარ. მართლა ასეა. და ეს მართლა მიყვარს. რადგან ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანები, რომლებსაც მე უყვარ ვარ. და ბიბის მე ყოველთვის უყვარდი. და ეს ძალიან მიყვარს. ამიტომ მიყვარხარ. იოხაი ბიბი. ბიბი, ერთი რამ რაც შენ მოგწონს ან გიყვარს დონალდში. მე ყოველთვის ვაფასებ ადამიანებს, რომლებსაც ნულოვანი თვით შეგნება აქვთ. და შენ უკეთესი მაგალითი არ გაქვს. სოფლიოში. ვიზა ისაუბრებ? კარგი, დიდი მადლობა, რომ ჩემი აზრი დაადასტურე. ვფიქრობ, ამაზე შეგვიძლია ვიმუშაოთ. მოდი, ჩავეხუტოთ ერთმანეთს. და დავთანხმდეთ, რომ ერთად მშვენიერი მომავალი გვაქვს. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ბიჭები 60-ში მიდიან.